რომ ვიქნები პირდაპირ ეთერში გამოგებინეთ და შემდეგ უკვე ექნება ჩართვა ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. პირდაპირ ეთერში ვარ. მოგესალმებით ყველას, ველოდები რომ შემოგვიერთდნენ მაყურებლები. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ჩართვას დავტოვებ ბუნებრივად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოთ. პირდაპირ ეთერშიც მაყურებლების რაოდენობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის, რაზეც მე ახლა ვისაუბრებ, მინდა რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა. მეც მიყვარხართ ძალიან. საკმარისია იმისთვის, რომ დავიწყო საუბარი, მე შემდეგ უფრო მეტი ვიქნებით. მეგობრებო, რა ეტაპზეა ახლა ჩვენი ამბავი და რას ვაპირებ მე და რა წინადადება მაქვს საქართველოს პროკურატურასთან პირადად გაბიტაშვილთან. პირადად გაბიტაშვილთან, იმიტომ რომ ამ საქმეს აქვს ორი კონტექსტი, ერთი არის პოლიტიკური კონტექსტი და მეორე არის სამართლებრივი ნაწილი. და ამიტომ ახლა მე მირჩევნია რომ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს, ახლა ირაკლი კობახიძესთან საუბარს მირჩევნია რომ ვისაუბრო უფრო იმ ადამიანებთან, ვინც სამართლებრივად უნდა გაამყარონ ეს საქმე. ანუ ახლა როგორ არის საკითხი დაყენებული? პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ამ განცხადებაში ჩამოთვალა რაღაც ისეთი წინადადებები დაწერა, რომ მართლა მგონია რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვართ. და წმინდა სამართლებრივ ნაწილში მანამდე ვიდრე ჩვენ გვაქვს მოწმის სტატუსი, ანუ მე მაქვს მოწმის სტატუსი, მე ვერ ვნახა ვერანაირ მტკიცებულებას, რას ეყრდნობა პროკურატურა, როდესაც ამბობს მაგალითად იმას, რომ მე გავსცდი ფონდის უფლებამოსილებას. ანუ მთავარი მათი პრობლემა რა არის? ისინი ამბობენ, რომ ფონდები უკვე დიდი ხანია გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე მოხდა ჩვენი დაყადაღება და ასევე ამბობენ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენ უკანონო საქმიანობას თუ რაღაცა ასე შემდეგ ვაფინანსებდით და ამ ვარაუდითაც იხელმძღვანელეს ასევე სავარაუდოდ. ანუ განჩინებაში ბევრჯერ წერია სიტყვა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდობენ და დანარჩენი რა მტკიცებულებები აქვთ მათ, ჩვენ ამას ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ მოწმის სტატუსი, როდესაც გააქვთ ადამიანს, სამართლებრივად ისინი სწორად იქცევიან, რომ მაგალითად არ გაცნობენ საკუთარ მტკიცებულებებს. რომ იცოდეთ თქვენ რაზეა ახლა საუბარი. მე მინდა რომ პოლიტიკური კონტექსტი გავყო, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ძირითადად გვესაუბრებიან პოლიტიკოსები ამ ფონდთან დაკავშირებით. ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, იქ რაღაცა ირიბი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, ანუ პოლიტიკურ კონტექსტს აძლევენ მხოლოდ. და რაც შეეხება წმინდა სამართლებრივ ნაწილზე, ის რომ მტკიცებულებები აქვთ, რას ეყრდნობიან, ამ დრომდე არანაირი დამატებითი განცხადება პროკურატურის მხრიდან არ გაკეთებულა. მე მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე. როდესაც ფონდი ფუძნდება, ნებისმიერი დგება წესდება. ჩემი ფონდი დაფუძნდა 2020 წელს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამ წესდებას აქვს თავისი მუხლები. ანუ აი აქ ყველა ფონდს უწერია დეტალურად და ხაზგასმით, რისი უფლება აქვს და რისი უფლება არ აქვს. ნუ გასაგებია რომ საქართველოს ხელისუფლებას აქციების კონტექსტი მათთვის ცოტა რთულია და აქციების თემის დაფინანსება გაცილებით უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ამ ფონდებისგან ჯარიმების გადახდა, იქ ადამიანების დახმარება, ზურგს უმაგრებდა აქციის მონაწილეებს, თუმცა სისულელია და ეს არაფერს არ შეცვლის, მაგრამ გავიგენ, რასაც ამბობენ, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, როდესაც პროკურატურა მეუნება და როდესაც გაბიტაშვილი მეუნება იმას, რომ მე ჩემს უფლებამოსილებას გავცდი, რას გულისხმობს? პირდაპირ მიწერია ხაზგასმით მათი ხელისუფლების პირობებში დარეგისტრირებული ფონდის წესდებაში, რომ რა თქმა უნდა შემიძლია სოციალურად დაუცველებს, საზოგადოებას, ბავშვებს, ეხლა ამაზე ალბათ არც არავინ არ მედავება და ამიტომ არ ჩამოგითვლით, რამდენი რამის უფლება მაქვს, რომ დავეხმარო ბავშვებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით დაუცველ სტატუსის მქონე ადამიანებს, სწავლის სტიპენდიის გადახდა, ამის უფლება რომ აქვს, ამაზე ალბათ არ მედავებიან. მედავებიან პოლიტიკურ ნაწილზე, იმიტომ რომ აქციებს ახსენებენ, ეხლა იმედმა რომ გაქარდა აქცია პოლიტიკასთან არის კავშირში, მეგობრებო, ახლა იქ ჩუპაჩუპს არავინ არ ითხოვს, ითხოვენ ახალარჩევნებს და ჩემთვის ცოტათი გაუგებარია, იმედმა რა იპოვა უცხო იმ ჩემს წინადადებაში, როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკური კონტექსტის გამიჯვნა მოხდება, იმიტომ რომ პირდაპირ მეუნებიან პოლიტიკოსები ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩემი ფონდი ეხმარებოდა პატიმრებს და ეს იყო მათთვის პრობლემა. და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემს წესდებაში პირდაპირ წერია მუხლი პირველი, ჩემი წესდება. ნახეთ?
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიც დარეგისტრირდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. პენიტენციური დაწესებულებებისათვის და ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით. ანუ წესდებაში მიწერია, რომ პენიტენციური სისტემაში არსებული ადამიანების მოვლის უფლება მაქვს. ფონდმა როგორ უნდა მოუაროს პატიმარს. თუ არ და ფინანსურ მხარდაჭერას თუ არ გამოუცხადებს და უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ პატიმრების ბარათებს ვავსებდით, ბუნებრივია მათი ახლა იქ დანახარჯი დეტალურად არის აღრიცხული. ანუ ეს არ დამირღვევია, ხო მეგობრებო? და ეს თურმე წესდებაში მიწერია, რომ ამის უფლება მქონდა. მეორე ნაწილი რაც არის ასევე მე დავებიან ჩემი თავისა და მოვიკითხე, იმიტომ რომ მე ჯარიმებს არ ვიხდი. ანუ იქ სადაც ჯარიმებს ახსენებენ, ჩემ ფონდს არ გულისხმობენ. იქ სადაც უცხოური ორგანიზაციების დონაციას და დონორები უცხოური ორგანიზაციები ამბობენ, სამწუხაროდ ჩემ ფონდს ასეთი არ ყოლია. და ჩვენ არ ყოლია ორგანიზაცია შემომწირველი. ანუ იქაც მე არ მგულისხმობენ. მე მგულისხმობენ ესე იგი პატიმრების ნაწილში და კიდევ ერთხელ წესდებაში მიწერია, რომ მე ამის უფლება მქონდა. ანუ ჩემს უფლება მოსილებას არ გამცდარვარ და შემდეგ ასევე გულისხმობენ პირდაპირ უწერიათ აირწინაღების და ბალაკლავების შეძენა. უკაცრავად, ასევე ჩემს წესდებაში წერია, რომ მე შემიძლია ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მათი დაცვა რისკებისგან, სამედიცინო დახმარების საჭიროება, დაფინანსება, სტიქიური უბედურებებიც მიწერია, შესაბამისად გურიაზეც ან ჩემი წესდების მიხედვით მოქმედებდი და ოპერირებდი, ანუ გურიაში ხალხის დახმარების უფლებაც მქონდა. და ასევე წერია მრავალშვილიანი ოჯახები, ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ანუ ძალიან ვრცელია აქ ჩამონათვალი. ანუ როდესაც ჩვენ ვყიდულობდით აირწინაღებს აქციის მონაწილეებისთვის, ნახეთ ახლა რამდენჯერ ვახსენე ბავშვი. კიდე აქ ამბობენ იქ უწერიათ, რომ ბავშვების შენიღვა ამ თემაზეც გადავალ აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხო, როდესაც ჩვენ აირწინაღებს და ბალაკლავებს ვყიდულობდით აქციის მონაწილეებს, ვყიდულობდით იმიტომ, რომ მათ ჯანმრთელობას ვიცავდით. იმიტომ, რომ ხდებოდა მათი გაგუდვა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გაზით, წიწაკის სპრეებით და შესაბამისად ჩვენ ზრუნავდით მათ ჯანმრთელობაზე, რომელიც ასევე მიწერია აი აქ წესდებაში. თუ შეიძლება რომ არამიზნობრივ ხარჯვად ჩამითვალონ, ლობიანებს ვერ ჩამითვლით, იმიტომ რომ აქ კვებაც წერია. ერთადერთი შეიძლება ჩამითვალონ, რომ აი მას რო ყიდულობდი საწვიმარს, ეგ რა ქველმოქმედებაა, წვიმის განიცავდი ხალხს, შეიძლება რაღაცა არამიზნობრივ ხარჯვაში ჩამითვალო. და ასევე თქვენ იცით ერთი რამ, რომ როდესაც როგორც კი მე გავიგე და დავწერე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადოს თუ არ ვიცი რომ სამსახურს რა ქვიათ, ახლა აღარ ვიცი, უკვე გაქონდა დეტალური ჩემი ამონაწერი ბანკებიდან, სადრას ვიხდიდი, მე ყოველ დანახარჯზე დეტალურ ინფორმაციას ვწერდი, სად რა დანახარჯი იყო, აირწინაღში რამდენს ვიხდიდი და ასე შემდეგ. როდესაც წერია მეგობრებო პირველი ხაზის ბავშვებისთვის მიწოდება აირწინაღების სიტყვა ბავშვებთან აქვს პრობლემა რა ვქნა ყველას ვინ ჩემი შვილის ხელაა მე ვეძახი ბავშვი ეს შეიძლება ნაკლია და ნაკლად მithulis ჩემი შვილიც რომ აღარ ვართ ბავშვებიო მაგრამ ნუ რა გავაკეთო შესაბამისად ფასში იყო სხვაობა ძალიან დიდი სხვაობა იმიტომ რომ და ძალიან დეფიციტური იყო 35 ლარიანი აირწინაღით ადამიანს შეეძლო დგომა შორს მაგრამ 35 ლარიანი აირწინაღს ვერ გაიკეთებდა ის ადამიანი ვინც იდგა წინა ხაზში შესაბამისად გაცილებით უფრო ძვირი გვიждდებოდა და ადამიანები რო კითხულობდნენ რომ რატოა ეს ძვირი და ის იაფი ბუნებრივია დეტალური ახსნა ხდებოდა რატომ გვიждდებოდა ეს აირწინაღები უფრო ძვირი ვიდრე სხვა აირწინაღი ასევე მინდა გითხრათ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკეთებდით ამ აირწინაღების დარიგებას ლოჯისტიკას წერდით აბა სათხართ აბა რა ადგილას ხართ მოვიტანეთ პირველი ხაზი სათხართ ეს ხომ ოფიციალურად Facebook-ზე ჩემი დადებული სტატუსების სკრინები ხომ მე ახლა მაქვს ანუ ეს სკრინები ხომ არსებობს, როდესაც მე პირდაპირ ეთერში ვწერდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ აი აქ მოდით, აი აქ დავარიგებთ აირწინაღებს, აი აქ პოლიციის ალყა იყო. თუ მე რამე დანაშაულს ჩავდიოდი, რატომ შემთხვევის ადგილზე არ მოხდა ჩემი დაკავება? თუ მე რამე უკანონოს ვარიგებდი, რატომ შემთხვევის ადგილზე არ მოხდა მტკიცებულებების და რაღაცა აკრძალული ნივთების ამოღება? ამიტომ ამ ნაწილში მე ახლა როგორ მოვითხოვ ბრალი წამიყენეთ თქო მტკიცებულებები რომ ნახო თუმცა ამაზეც არ ვიტყვი ვარ საინტერესო ისტორიის ფურცელი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში
ამიტომ ძალიან ვწუხვა რომ სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს იმას რომ მანამდე ვიდრე მოწმის სტატუსი მაქვს მანამდე ვერ მტკიცებულებებს ასაც ეყრდნობიან ბრჭყალებში ვერ გამაცნობენ ამიტომ რადგან თავიდან ბოლომდე ბრალი რომელსაც მიყენებენ ესე რაღაცა სიტყვიერად არის პოლიტიკური მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ ვამბობ მე ამის უფლება ჩემი წესდებით მქონდა მე მივმართავ ბატონ გაბიტაშვილს რომ მე ვდებ საჯარო პირობას რომ არც ერთი თეთრი იმ ფულიდან რომელიც თქვენ ახლა დააყადაღეთ და ეს არის 400,000 ლარზე მეტი არც ერთი თეთრი არ გადაირიცხება პატიმრებისთვის მათი ოჯახის ხას უსვამ ამ ანგარიშებიდან ფონდიდან დაყადაღებული თანხიდან და ნანუკას ფონდიდან ხას უსვამ ნანუკას ფონდიდან არც ერთი ლარი და თეთრი არ გადაირიცხება არც აწვიმრებისთვის, არც აიწინაღების, თუ აიწინაღი უკვე აკრძალულია, არც პატიმრებისთვის, არც მათი ოჯახის წევრებისთვის, ჯარიმებს მე ისაც არ ვიხდიდი, ეს თანხა დაიხარჯება მხოლოდ და მოხმარდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მათვისაც სჭირდებათ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება და იმ ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა იბრძვიან სიცოცხლისთვის. და ასეთები არიან ბევრნი. დღეს არის 11, ხვალ იქნება 30, ზეგ იქნება 50, იმიტომ რომ მე ბევრი ასეთი შინაარსის ფონდისგან განსხვავებით ვარ ხელმისაწვდომი. ძალიან მარტივად შეუძლიათ ჩემი დათაგვა და უფრო მეტიც ბრაზდებიან ერთ თვეში რას ქვია ჩვენი სტატუსი ვერ ნახეთ, მესიჯი ვერ ნახეთო, იმდენად ხელმისაწვდომი ვარ. შესაბამისად მე მინდა გითხრათ რომ გთხოვთ რომ დამიმტკიცოთ და დაუმტკიცოთ ყველას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვების და ადამიანების სიცოცხლე და თქვენ მომცემთ იმის უფლებას, რომ ამ ფონდმა გააგრძელოს ამ ბავშვების დახმარება. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ჩავთვლი, რომ თქვენთვის პრობლემა ვარ მე. ზუსტად ჩემი ფონდით და ზუსტად იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებდი მე და თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს, არც ერთი ბავშვის სიცოცხლე და არც ერთი ბავშვის ჯანმრთელობა. ახლა გაქვთ ალტერნატივა. ან შექმნათ თქვენი ფონდი და ყველა იმ ბავშვს, რომელიც მე მომწერს დაეხმაროთ და იმ ქალს და იმ ადამიანს, ყველა იმ ბენეფიციას, რომელიც შეტყობინებას გამომიგზავნის, ამაზედაც ოკეი ვარ. რომ თქვათ, რომ რაღაცა ჩვენი სიკეთის კეთება იყოს ორმხრივი. რომ თქვენ ამას ნანუკაკი არ გააკეთებს, ამას გააკეთებს ქართული ოცნება თავისი ფონდით. რომ თქვენ კეთილები ხართ და თქვენ მზად ხართ, რომ სხვისი გასაჭირისთვის იზრუნოთ. ამაზეც თანახმავართ. ოღონდ დაეხმარეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მემწერენ, არ მოთხოვოთ ბიუროკრატიულად ერთთვიანი საბუთები, არ ჩააყენოთ რიგში, რაღაცა არ გაუწელოთ მოლოდინები, ისე ოპერატიულად, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ ბევრი ტექნიკური შეცდომაც გვაქვს დაშვებული, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვჩქარობდით ხოლმე ადამიანების დახმარებას და ბევრი საბუთი შემდეგ იგზავნებოდა, მაგრამ თავარია ეს თანხები ვისთან მიდიოდა და ვის ერიცხებოდა. შესაბამისად, მე მზად ვარ ამისთვისაც, რომ თუ მაგალითად ამ ხრიკს მოიფიქრებთ და იტყვით რომ ჩვენ ვართ მზად, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ეს საქმე, თავად მივხედოთ ამ ხალხს, ოკეია. მაგრამ მაშინ მომეცით პირობა, რომ იმ ადამიანებსაც დაეხმარებით, ვისთვისაც მე ვარ ხელმისაწვდომი, ვინც მე მწერს, ვინც მე მთაგავს, ვინც მე ვიგზავნის შეტყობინებას. და ასევე მეორე საკითხი. არ გამოურიცხავ, რომ რაღაცა ახლა იმიტომ რომ ნახეთ როგორ რატოა ეს ახლა მნიშვნელოვანი. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში განიხილება ჩემი ფონდისთვის ყადაღის მოხსნა. ჩვენ გავასაჩივრეთ განჩინება, რომელიც მე არ ჩამბარებია, მაგრამ ჩაბარდა სხვა ფონდებს, გავასაჩივრეთ და შესაბამისად ვითხოვთ ჩემთვის ყადაღის მოხსნას და ყველა ფონდისთვის ყადაღის მოხსნას. ამიტომ მე ვთხოვ ბატონ გაბიტაშვილს, რომ ეს ერთი კვირა, როდესაც სასამართლო განიხილავს ამ საკითხს, მოგცეთ ამ შეზღუდვით ამ თანხის გამოყენების უფლება. და ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენი გადაწყვეტილება მართლა გულწრფელად ეფუძნებოდა, გასაგებია მე პერსონალურად რას ჩავთვლი, მაგრამ მეორე საკითხია, რომ დამანახებთ, რომ მაძლევთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ მე ამ ბავშვებს გაჭირვებულ ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნებისგან მიტოვებულ ადამიანებს დავეხმარო. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გასაგებია რატომაც აკეთებთ ამას თქვენთვის ესე იგი არანაირი მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს. ასევე მე ვიცი პროკურატურიდან რომ ახლა ემზადებიან იმისთვის რომ წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე, ყველაფრისთვის მზად ვარ, აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ. ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში, მოხსნათ ამ თანხას ყადაღა და მომცეთ იმის შესაძლებლობა რომ ამ ფონდმა გააგრძელოს ის, რისთვისაც შეიქმნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი ახმით პოლიტიკური კონტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა, ამას არჯერ გავიმეორებ, რომ მე პატიმრებს დავხმარებოდი, გავმიჯნავ
და ეს ფონდი გამოიყენება და გამოყენებული იქნება მხოლოდ ბავშვებისთვის, მხოლოდ სხვისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის, მხოლოდ სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის და აქვე უნდა ვთქვა, რომ პატიმრები აუცილებლად ყოველ თვე მიიღებენ იმ თანხას, რაც არის აუცილებელი მათი არსებობისთვის და რაღაცა რთული ყოფის შემსრულებისთვის ციხეში. დიდი მადლობა ველოდები ბატონ გაბიტაშვილს პერსონალურად მას მიმართავ. მე ველოდები ბატონ გაბიტაშვილს და აწი მინდა რომ ბატონმა გაბიტაშვილმა იცოდეს რომ დღეიდან საქმე მაქვს მხოლოდ მასთან. მე არ მაინტერესებს რას ამბობს წილოსანი. მე არ მაინტერესებს რას ამბობს მამუკა მდინარაძე. არც ირაკლი ყობახიძე მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას ამბობთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნით დამაყადაღეს და იმიტომ რომ თქვენ რუსეთის აგენტების თხოვნა შეასრულეთ. ნანა კაკაბაძე და ბატონ შაქარაშვილი არიან რუსეთის აგენტები და თქვენ რუსეთის აგენტების თხოვნით ძალიან ბევრი ადამიანი დახმარების გარშე დატოვეთ. ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ დღეს დღეიდან მხოლოდ თქვენთან მაქვს საქმე. თქვენი ფოტოსურათით, თქვენი ბიოგრაფიით, თქვენი წარსულით. მხოლოდ თქვენთან მაქვს საქმე, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ამ ფონდს მისცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. მოქალაქეებს დავეხმაროთ, ბავშვებს დავეხმაროთ, სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ. მადლობა, გემშვიდობები დროებით, დავალოდები შემდეგი კვირის განმავლობაში მოვლენები როგორ განვითარდება, თუ არა და სხვა გზებიც არსებობს, რომ მათ კარგად გავაგონოთ, რას ვითხოვთ. მადლობა დიდი.